გამარჯობა. სარბიელის პოდკასტის დრო. დღეს ჩვენ სტუმარი გახლავთ ყველაზე ტიტულიანი ქართველი მწვრთნელი, თუმცა ჯერაც უმუშევარი ბატონი გია გეგუჩაძე. გია ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ასე ამოვნოა თქვენ სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ჩემთვისაც დიდი პატივია. კარგად, მადლობა. რაღაც ცოტა გაგვიგრძელდა ესა. დასვენების პერიოდი. ხო, გაგრძელდა, მაგრამ რა ვიცი, ჯერ ვართ ესე და მე ვნახოთ რა იქნება. არ არის, არაფერი არის მე სარსაიდა. ჯერჯერობით არაფერი. ახ რა უცნაურია. ესე იგი საქართველოს ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი გვიზეს სტუდიაში და არის რამდენი ხანია? ერთი წელი უკვე. არა, წელი არა. პატარა მოკლე პერიოდი ეს იბერია არ ჩამეთვლია, იბერია არ ჩამეთვლია. თუ მანამდე ო, იბერიას ვარ ჩათვლით, ხო არის? 2 წელზე მეტია უკვე. მარტო ტელევიზორით ხედავით თუ დადიხართ თამაშებზე და არა, ვესტრები ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ოჯახი ახლა ყველა ფეხბურთელია და მწვრთნელია, ჩემი უფროსი ვაჟი და და მეწევს სხვადასხვა თამაშებზე, მისვლა, ყურება. და ამით გავდივარ. იქ მაყოფილებთ. ხო, ხანდახან ვარჯიშებს ვესტრები ხოლმე. და ვიცი, ხან ესე, ხან ისე. ისე კარგად მახსოვს, აი თქვენ როცა დინამოდან მოგიწიათ მაშინ წასვლა, თავის დროზე 2004-ში თუ 5-ში, მაშინაც კაი ხანი იყავით უმუშევარი და მე ზესტაფონში მიხვედით. 4 წელი გამიგრძელდა, თუმცა ერთი პერიოდი გაგრასთან მქონდა თანამშრომლობა. ხო, მაშინ ასე ვთქვათ, არაოფიციალურად, მეგობრულად ასე დავარქვა, სპორტული დირექტორის ფუნქციებს ვასრულებდი უფრო. ხო, და ეს იყო და შემდეგ უკვე ზესტაფონი. ხო, და შინაურობაში. ხო, საკმაოდ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს გაგრას პრეზიდენტთან. აი რაც მოდი იბერიას ის ვთქვათ, რა ქვია, დროებით შევეშვათ, არ ვიგულისხოთ. რაც აი უმუშევარ ბრძანდებით. რამე შეიცვალა ქართულ ფეხბურთში? აი ბოლოს რაც მართული დაატოვეთ, რთული საკითხია, რაღაც ეხლა ალბათ რაღაცა ცვლილებები ხდება, მაგრამ ესე თვალისთვის შეუმჩნეულად, თუმცა რა ვიცი, თუ ავიღებთ ეხლა ჩვენი გუნდების გამოსვლას ევროსარბიელზე, ალბათ ეს არის ის თემა, რომელიც ალბათ ყველას გვადარდებს და გვაწუხებს, რომ არ ხდება. წარმატების მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ახლა ალბათ ჩემპიონატის დონეს ყველა ვისურვებდით უკეთეს და აქედან გამომდინარე ხდება ის, თუმცა მე მაინც რატომღაც მჯერა და მწამს, რომ ჩვენ გაცილებით უკეთესად შეგვიძლია გამოსვლა ჩვენ გუნდებს, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ალბათ ეს არ ხდება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩემპიონატის დონე მთლად ისეთი დაბალიც არ არის, როგორც 53 ადგილი, აი მაგას როგორც ევროპაზე. არა, ჩემპიონატის დონეს ვისურვებდი, რა თქმა უნდა, უკეთეს. არ არის მაღალი დონის ჩემპიონატი. დაძაბულობა არის, მაგრამ ხარისხი თვითონ აი იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომ აი თქვა, კაი ხარისხიანი ფეხბურთი ნახოთ, რომელიც ჩვენც მოგვეწონება და მაყურებელი ამით კმაყოფილი იქნება, იშვიათად ხდება ესეთი. თუმცა მაინც არის, მაგრამ ყველაფრის და მეუხედავად მე კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მე მგონია, უკეთესად გამოსვლა ევროსარბიელზე. რაც ჩვენ ახლა რეიტინგზე აისახება 53 ადგილია, ხო? მაგრამ წესი და რიგით, ხო, ალბათ ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ზუსტად ევროტურნირებში ვერ გამოვდივართ წარმატებით. ხო და გვაკლდება ქულები. და რატო ვერ გამოვდივართ? ხო და აი ბევრი მიზეზია მაგისი, მაგრამ ხო მე მაინც გონია, მიუხედავად ყველაფრის, ხო, ჩვენ მაინც გონია, რომ უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია და გაცილებით უკეთეს შედეგის დადება
ხო და მე რა ვიცი, თუმცა ეს არ ხდება. გია ბატონო, აი ეგ ცუდი შედეგი. აი პირველ ყოვლისა ეს არის ბრალი, ასე ვთქვათ. ფეხბურთელები არიან ესეთი სათანადო კვალიფიკაციის მწვრთნელები, თუ კლუბია საერთოდ გაუმართავი და მაქედან მოდის ყველაფერი. ჩემი არ აზრით, უნდა ვიმსახურებდეთ ამ 59 ადგილს, მაგრამ ფაქტია, რომ ვართ, ხო და ალბათ ცოტა ყველაფერია რა. რომ შევაჯამოთ და ავიღოთ, გარკვეული თანმიმდევრობა გვაქვს დარღვეული, მაგალითად, როდის არის საჭირო ფეხბურთელების თქვა დამატება და ამ შემადგენლობით თქვა, რომელიც შეთამაშებული უკვე გასვლა იმ მომენტში, როცა პიკზე უნდა იყო ფორმის რაღაცებს ალბათ არასწორად ვაკეთებთ და ის მუდმივი ცვლა შემადგენლობის ხშირ შემთხვევაში 6-7-8 ფეხბურთელი რომ მიდის გუნდიდან და მერე იმატებთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შედეგზე მოქმედებს და თავისთავად ცხადია თავის ყვალს ტოვებს. ხო და არის ცოტა კიდევ ამბობ ყველაფერი ალბათ ჩემი აზრით რა თქმა უნდა ფეხბურთელების შერჩევაზე შეიძლება ხუცხოველები ყავს მაგალითად მე გამდახან მიკვის რატო შეიძლება რომ ესეთი ფეხბურთელები იმიტომ ჩვენ ქართველები ყავს ამ დროს დაუსაქმებელი ფეხბურთელები ხო და აი ეს ყველაფერი ცოტა ალბათ რა. გია ბატონო და ჩემპიონატის ფორმატიც ხო არ მოქმედებს ამაზე, აი ეს გაზაფხული შემოდგომა და ეს რაღაცა არეული ხო არ არის. აი ახლა რო თქვით რომ ვაკაცი მიდის, ვაკაცი მოდის, მე რო ხო, როგორ არის საერთოდ აი ევროპაში ნაკლებად ხდება სხვა ზამთრის სატრანსფერო პანჯერაში რომ დაიმატონ ფეხბურთელი ნაკლებად არის ეს უფრო ხო ხშირი არის ზაფხულის პერიოდი როცა უკვე ვთქვათ გუნდები და ამდენად გუნდები რომლებიც არიან ამ სისტემაზე აწყობილი გაცილებით უადვილდებათ ამ ხრივ ხო ჩვენ გვიწევს მაგ პერიოდში დაშორება ფეხბურთელებთან და ალბათ სასწრაფო წესით მოყვანა და ხშირ შემთხვევაში უშუალოდ თამაშების წინ ერთი კვირით ადრე და ასე შემდეგ და ბევრი აწყდება ამ პრობლემას ჩვენი გუნდები და რა ვიცი ახლა შეიძლება მაგაზეც ფიქრი თქვათ რა ჯობია და ხო არ ჯობია ისევ გადასვლა თქვათ ძველ სისტემაზე რომელიც ჩვენ გქონდა აპრობირებული თუმცა როგორც გადამწყვეტი ფაქტორი მგონია რომ ეს მაინც არ არის ხო რომ ამის გამო რომ ჩვენ გამოსვლა ხო გვიჭირს და რაღაცა ეგ ალბათ არ იქნება. ერთ რამეზე გამომახვილებდი ყურადღებას მაგალითად შაშან იბერია მალმეოს რო ხდებოდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. იქაც ხო ესე ტარდება ჩემპიონატი გაზაფხულ შვედეთში რა გაზაფხულ შემოდგომაზე, მაგრამ საქართველოში იმ დროს გაჩერებული იყო ჩემპიონატი, როცა ჩვენ შევხვდით და იბერია ფაქტობრივად ტონუსშიც ვერ იყო. ხო და მალმიომ სანამ ჩვენთან ჩამოვიდო და 4 დღით ადრე ითამაშა იმ დროს ზუსტად იმ დროს მაგალითად მიდიოდა ჩემპიონატი უფრო ტონუსში იყო მე იმას არ ვამბობ ხა მალმიოსა და იბერიას შორის არის ხოვობა მაგრამ უბრალოდ პრეცედენტს ვამბობ რომ კი ზაფხულში არის რაღაც დოზით შესვენება მაგრამ ასეთი არა რა ხო ნუ მალმიო მოდი ავიღოთ განსხვავებული კლიმატის ქვეყანაა ხო ჩვენგან განსხვავებით ხა ჩვენთან შეჩეულები ვართ რომ ისეთ პერიოდში გვიწევს ალბათ დასვენება როცა ალბათ სიცხეს მეც მოველოდით და თქვა ხშირ შემთხვევაში შეიძლება ესე არ იყოს ესე მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგისტვის არის მაგ პაუზაზე შემოღებული იმის სუპერთასის თამაშები რომელიც იცით თქვენ რომ შეიცვალა ის ხო და 4 გუნდი და 2 თამაში გიწევს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად კარგად მოემზადო, თუმცა იგივე იბერია იყო შეკრებაზე წასული, ვთქვათ, და ეს პაუზაც გამოიყენა სამაგისოდ და თუმცა ნუ ვერ აღმოჩნდით მაინც სათანადო სიმაღლეზე და რა ვიცი
კიდევ ვამბობ, ეს თემებია, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია რომ ვიფიქროთ, ვიკამათოთ, თქვათ, როგორ ჯობია ჩემპიონატის ჩატარება, რომელი უფრო მისაღებია, თავის პლუს-მინუსები ყველას აქვს. მაგალითად შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობა, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გუნდების რაოდენობის გაზრდაც. ხო, რატომ? ეხლა იმიტომ კი არა, რომ თქვათ, ეს გაჭირვება და თქვათ, გუნდებს არ აქვს საშუალება. ასე თუ ისე ყველა გუნდი ჩემპიონატს ამთავრებს რა. კი არის პრობლემები რამოდენიმე კლუბს აქვს თქვათ და იყო ეხლა პრეცედენტები, როცა ხელფასებს ვერ უხდიდნენ, მაგრამ ჩემი აზრით რომ გაცილებით უფრო მკაცრად უნდა ვიცავდეთ ალბათ ამ ლიცენზირების ნორმებს და ვთქვათ ფინანსური გარანტიები რომ ხო კლუბებმა წარადგინონ ეს უკეთესი იქნება და უკვე მაგ კუთხით ლიცენზია მიეცეს ისეთ გუნდებს ვთქვათ რომლებიც ამას შეძლებენ და შეინარჩუნებენ ბოლომდე ხო სათანადო იმას და აქედან გამომდინარე შეიძლება ფიქრი უკვე გუნდების გაზრდაზე და თქვათ ის 4 წრედ ჩატარებული თამაშები შეიძლება ჩვეულებრივ ჩემპიონატად მაგალითად 12-მდე გაზრდას შეიძლება 14-მდე და მე უკვე თუ დრო გვიჩვენებს შეიძლება 16-მდეც ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძრები ალბათ არის საჭირო რომ მოხდეს მაგ კუთხით და მაგ ხრივ და საფიქრალიც შეიძლება რომ ვიფიქროთ დღეს თუ არა ხვალ თქვათ და ასე შემდეგ. ბევრი ლიგაც არის რა 5 ლიგა რა 4 და მე-5 კიდე რეგიონალ ლიგაა. კი 5 ლიგა ეხა პრაქტიკულად მთელი აქცენტი არის ლიგა 1-ზე და ლიგა 2-ზე გადმოსული. ეხლა ერთი მხარია კიდევ რომ მოედნების საშუალება ასე თუ ისე გვაქვს რომ თქვათ შეუძლოთ რომ თქვათ გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში გუნდების რაღაცა თამაშები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს და ხო რამდენადაც ვიცი წელსაც იგეგმება რამოდენიმე სტადიონის აშენება გაკეთება ასე რომ შეიძლება ამას ყველაფერს სათანადო დონეზე მიეხედოს და შეიძლება ფიქრი უკვე ვთქვათ მომავლიდან გადასვლა. რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიახლეები გჭირდება. თქვენ ელით ახლა აი მე ხა ცოტა ხანში დაიწყება ახალი ჩემპიონატი ეროვნული და რამე სიახლეს ელით ამ ჩემპიონატი და სიახლეს ძალიან მინდა რომ დავინახო რა თქმა უნდა უკეთესი გუნდები და უფრო ხარისხობრივად გაუმჯობესებული ფეხბურთი. ამას ველი ყოველთვის. ეხლა რა იქნება უშუალოდ რომ დაიწყება ჩემპიონატი ალბათ მე შეუძლებთ უკვე რა კონკრეტულად ოპტიმისტი ხალხი ვარ საერთოდ და საუბარს ხო ნუ ეხლა არიან გუნდები რომელიც საკმაოდ კაი ეხლა ფინანსებზე თუ მიდის ლაპარაკი საკმაოდ კაი ფინანსური მდგომარეობა არა ხო ეხლა რომ დაუკვირდე 4-5 გუნდი არის ესეთი რომ შეიძლება ესეთი თავისთავად ხარდია კი ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე რო არ გავარდნენ იმასთან რა ქვია პაიდებთან და ვიღაცებთან ხო ნუ პრაქტიკულად ეხა ჩვენ ხო ძალიან კაი შანსი ქონდა წელს რომ მაგალითად იგივე იბერიას შემთხვევაში გავსულიყავით კიდე შემდეგ თუმცა ნუ რა ვიცი სამწუხაროდ ეს არ მოხდა. რა ვიცი ჩემი აზრით მეტი მოლოდინი ქუთაის ტორპედოსთან უკავშირდება. ეხა ბათუმის დინამოს ნახევარი წელი ალბათ ეკნება ეს პრობლემები, მაგრამ შემდეგ რომ მოიხსნება ბანი მე ეჭვი არ ვემყარება ძალიან კაი გუნდი დადგება და ეს ადამიანები რომლებიც ახლა მოვიდნენ კლუბში საკმაოდ ეს სერიოზული კი ძალიან კარგი ხელმძღვანელობა მოვიდა გადაიხადეს ეს ვალებიც და ნუ აი ეს აი მაგალითად არ არის ჯერ ცნობილი როდის მოუხსნიან ბანს იმიტომ ეხლა გუშინ წავიკითხე ესეთი შემთხვევები სხვა გუნდებსაც ქონიათ აი როსტოვს მოუხსნეს ბანი და კიდე სლოვაკეთში რომელიღაც გუნდს გუში არა თან გადახდილია ყველაფერი ყველა დავალიანება გასტუმრებულია იმიტომ რომ იქ FIFA-ში რაღაც სადისციპლინო სახით იჩივლა იმან
რამდენიმე ფეხბურთელა, მათ შორის აი გაგრაში რო არის ეს ვანდერსონი და დაუმძიმეს სასჯელი. წინა ხელმძღვანელი, უბრალოდ ამ ხელმძღვანელობის ბრალი არის. უკვე ესენი რომ მოსული იყვნენ. უკვე აი ნახე ბათუმი ხო არის ასე ფინანსურად, ნუ ყოველ შემთხვევაში ესე არის, რა ქვია. ხო, ნუ ტრანსფერებს ვერ აკეთებენ. ხო, არა, ნუ მოიხსნება ეს ტრანსფერები ერთ თვეში, ორ თვეში, ყოველ შემთხვევაში ალბათ ჩემპიონატამდე მოიხსნება ეგბაენ ტორპედო არის, ხო? ნუ ფინანსურად წელგამართულს გულისხმობ იბერია არის. ნუ დინამო ახლა თუ ძალიან ესე არაა დინამოა ყოველ შემთხვევაში და იმ ხელა აკადემია და გორიზდილა, რამდენია? 5 გუნდი არის, ხო, ესეთი, რა ქვია. ხო და რა ვიცი, იმედია რაღაცა რუსთავი ახალი ამოსულია და საკმაოდ ქალაქი ამ რუსთავის უკან დგას და რომელიც ბატონოგია, ერთი ასეთი კითხვა, ეხლა სულ ახალი ამბავია, რამდენიმე დღის წინანდელი საბახარებაშვილი გადავიდა ბასაკშეჰირში. ნუ ჩვენ რეკორდი ან ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში უთამაშია 16 წლის და 9 თვის იყო. ხო და აი ზოგადად ეთანხმებით, რომ 17 წლის ფეხბურთელი აი ასე მალე წავიდეს უცხოეთში, თუნდაც კარგუნჯი ხა ბასაკშეჰირი, არც გრანდია, მაგრამ ცუდი წარა. ვეთუარსები თამაშის უფლება ეხლა ჯერ არ აქვს, სრულწლოვანი არ არის და ამდენად მე მგონია სექტემბერში შეუერთდება, მაგრამ უკვე წინასწარ ნუ კარგი 18 წლის კონტრაქტი. საბა შემთხვევაში ხა მიუხედავად ძალიან პატარა ასაკისა, უკვე საკმაოდ მოუწია თამაშები ჩვენს ლიგა 1-ში, ძირითად შემადგენლობაში და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო და რაღაცა, რა ვიცი, იშვიათი გამონაკლისით დაუშვებ, რომ შეიძლება ესეთი რაღაცა ხდებოდეს, მაგრამ მასიურად რომ ვთქვათ, ხშირად ვგებულობთ, რომ ფეხბურთელს ჯერ აქ არ უთამაშია და უკვე საზღვარგარეთ გასვლა. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია გასვლა, რატომ? იმიტომ რომ ალბათ თუ ფინანსურად, თუ საფეხბურთო კუთხით გასული ფეხბურთელები თუ ნორმალურ კლუბებში მიდიან, ეს რა ვიცი, მგონია რომ იქ გაცილებით მეტი შეუძლიათ რომ მიიღონ იმისთვის რომ გაიზარდონ როგორც ფეხბურთელები კიდე. და სხვა შემთხვევაში ალბათ უკეთესია რომ ჯერ აქ ითამაშონ, აქ დაამტკიცონ თავის სიძლიერე და უკვე შემდეგ მზად რო იყვნენ ამისთვის. იმიტომ რომ ფსიქოლოგიური წნეხით გაცილებით დიდია და ეხლა ახალგაზრდა ბიჭის ფსიქიკა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ეხლა დაშორება ოჯახთან რაღაც, ნუ ბევრ პრობლემებთან არის, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მოგვარდა და მორიგდა და ესეთი შემთხვევა არის უკვე, მაშინ რა ვიცი, ალბათ შეიძლება რომ სალია რამდენი წელს წავიდა. ეხლა დაიწყო ვარჯიში. ხო, ნუ წავიდა, დაიმტრა და ეხლა 5 თვის მერე ეს ნუ სალიას კიდე რაღაც 9 წელიწადი თუ 1 წელი დინამოში ქონდა ნათამაშები. იყო პრეცედენტები, საერთოდ რო არ ქონდათ აქ ჩვენ ჩემპიონატში ნათამაშები და აი ასაკობრივი ნაკრებებიდან, ფაქტობრივად ასაკობრივი ნაკრებებიდან გაიყიდნენ უცხოეთში რა. ასაკობრივ ნაკრებში კარგად ითამაშეს და მოხვდნენ. ხო, ნუ ეგეც კიდევ ჩვენი ის არის ალბათ გულის ტკივილი, რომ აქ ჩვენ იმ ბიჭებს, რომლებიც წესი და რიგით აქ უნდა ვხედავდით ჯერ პირველ რიგში მოედანზე და ისა ამ ფუფუნებას მოკლებულები ვართ იმის გამო, რომ გასვლა ურჩევნიათ და ახლა ესე გვიწევს ამასთან შეგუება. ამ სიტყვა მოიტანა ახალგაზრდების დებიუტმა მოკლედ. ჯაბა კანკავა რამდენი წლის ათამაშეთ პირველად? ჯაბა იყო 16 წლის. ვისლასთან ხო მეგონა? თუ კარგად მახსოვს. ვისლასთან ძირითადში იყო, მანამდეც მოგვიწია სლავია, კი ბატონო, ბატე. ჯაბა იყო ყველაზე ისეთი წარმატებული ფეხბურთელი, ვინც თქვენ დააწინაურეთ მთავარ გუნდში. ნუ ალბათ ყველაზე წარმატებული შეიძლება ჩაითვალოს კი. საქმე რა შეეხება, მანდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც იმსახურებდნენ დაწინაურებას და მე დუბლებიდან მოვედი დინამოში და ეს დუბლები პრაქტიკულად ჩვენ ხელში გამოვლილი ბიჭები ვიცოდით მათი შესაძლებლობა კარგად ძალიან და ამიტომ არც მიფიქრია რომ ვთქვათ აი პირდაპირ მანდ იყო
ნემსაძე იყო, იქ ნემსაძეს გვერდზე დააყენა. არა, კანდელაკი და ჯაბაკანკაო იყვნენ საყდენებზე. ნემსაძე იყო, ანუ გუნდში იყო. ნემსაძე ცოტა შეცვლილი პოზიცია ხა ჩვენ ნემსაძეს ვიცნობთ როგორც სუფთა საყდენს, ხო? მაგრამ იმ პერიოდის დინამოში უფრო წინ გაწეული ყავდა და არა, ის ვიგულესმა რომ გვერდ-გვერდთან დიასთან ერთად დაიზრდებოდა. მან იყვნენ გრიგალაშვილი, დვალიშვილი, დვალი, მაკედან მოსულები, ხა დვალი საერთოდ ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია, მე მგონი თავის გატანის გოლებით. შოთაკაშია, კი ბატონო. ხო, ეგენი მე კარგად წამოვიდა. მახარაძე იყო, რომელიც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ წავიდა უზბეკეთში. ნუ თავიდან მაგრად იწყებდა. ხო და რა ვიცი, იყვნენ მოკლედ კაინიჭერი ბიჭები. მამამისის შვილს კი უნდა დაეწყო კარგად და უნდა ეფრინა, საერთოდ მამამის უნდა ეფრინა. თავის დროზე და ამასაც როგორი ის ჰქონდა. ხო, ჯაბა მაინც განსაკუთრებული ის არის რა, მან ჯაბას მოუწია ფაქტიურად, ეხლა ნაკრების რიგებში 101 თამაშია ხო? იქ დიდი წვლილი შეიტანა, მე როგორც მახსოვს, სლავიასაც გაუტანა და ვისლასაც გაუტანა. სლავიას აქ გაუტანა და ვისლას იქ გაუტანა. 2-0-ს რო ვიგებდით რა, შორიდან ორივეჯერ. ხო და კარგი ვისლას გაუტანა, მაგრამ სლავიასთან. ორი მელქაძემ გაიტანა და ერთი მაგან. ია ბატონო, ერთი კიდე ამდენი ხანია, ხა გვაქვს ურთიერთობა და მინდა ერთი რამე კითხოთ და ვერ მომეცა ეს საშუალება რა, მithometes ამ ბოლო პერიოდში მინდა კითხოთ. ხო, ხაზი გაუსვათ, რომ ყველაზე ტიტულიანი ქართველი მწვრთნელი. ეროვნულ გუნდზე არ ქონიათ ლაპარაკი შემოთავაზება. თუ არასოდეს არ ყოფილა მაგაზე საუბარი. არც არავის არ შემოთავაზება. არასოდეს. ანუ ახლოსაც არ ყოფილხართ. არა. ხო, არა, ხშირად ისმოდა ხოლმე, იმიტომ რომ აი ისმოდა მაგას მე და შენ თუ ლაპარაკობდით და ჩვენი კოლეგები თუ რაღაცას ვაისამდე ამბობდნენ, ვაის სანამ ვაისი დაინიშნებოდა. ისე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აი თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც შტურმთან იყო, ხო? აი შტურმთან რო გაგვევლო, რაღაც მაგარი რაღაცა ხდებოდა რა. ხო, ნუ აი შტურმი ალბათ ერთ-ერთი იყო და მეორე იყო აი ბათუმის დინამოს სლოვანი, ხო. აი ეგ ძალიან დიდი დრო დაგჭირდა ყველას მერე რომ მაკედან გამოსულიყავით, ვერც გამოვედით кайხანს, რო იტყვიან. ხო, არა, დრამატიზმი. თუმცა იმეთ ეს ბათუმე ყველაზე ის იყო ბიჭო, ახლა ბოლო წამზე ეს არა. ეგ ხო, მაგრამ ნახე შტურმთან რა ხდებოდა შტურმი, რო გაგვევლო. ნებისმიერ ვარიანტში ჯგუფში ვრჩებოდით, ჯგუფში ვჯდებოდით, ან ევროპა ლიგაზე და შემდეგ ეტაპს თუ გადალახავდით ჩემპიონთა ლიგაში. ანუ ჯგუფში იყავით. ხო, მაგრამ აქაც გასული იყავი, ხო, ის ბოლო წამზე რო არის. კიდე ორი ეტაპი უნდა გაგევლო. არა, აქ უნდა გაგვევლო და ან ყარაბაღზე გავდიოდით, ან ლეხზე და არა, აქ ძალიან რთულად იყო ბათუმის შემთხვევაში. თელი საფსობები იყო. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში თამაში დრამატიზმით ეს იყო. გია ბატონო, აი თქვენ გუნდებიდან დინამო, სადაც 2004-5-ის დინამო, შემდეგ ეს მაგარი შტურმის ზესტაფონი და ბათუმი. ეხლა თქვენი პერიოდის ბათუმი. ამ სამიდან რომელს გამოვარჩევ, რომელი უფრო ისეთი სათქვენო გუნდი იყო რა, ეს სამივე სათქვენო იყო, მაგრამ უფრო ხო, ნუ ყველა შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდება ეხლა ეს შედარება, რომელი უფრო ძლიერი, რომელი უფრო სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ, რომ ის ზესტაფონი, რომელიც იყო, ხო, საფეხბურთოდ ყველაზე ჩემთან მოსული გუნდი ალბათ აი ეს უფრო იყო, ხო? აი შტურმის ზესტაფონი. კი, ბატონო. და მეც მემიწვის წვლილი რომ დაიშალა ეგ გუნდი, ნუ რა სადამდეც გავკაჩეთ, მე გიამაც გადაიბარა და ჩემპიონი გახდა, მაგრამ უკვე მე
სამწუხარო და უდიდესი დამსახურება იყო ილია კოკაიასი. არ შეიძლება მაგ ადამიანს რომ დაუკარგოთ, იმიტომ რომ მართლა თანმწოდნე, ხო, თანმწოდნე და ერკვეო და ფეხბურთში და ერთ-ერთი ესეთი პრინციპში ამ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდი იყო თავისი რომს კარგად ათამაშებდით ხოლმე გრიგალაშვილი, ზარია, დაუშვილი და აფციაური იყვნენ ხო შუაში. დოალი გელაშვილი და ონიანი, ხიდაშელი. ელიავა ყავდა მარცხნიდან, მარჯვნივ ნალადაშვილი იყო ხან. ვონღაძე მოვიდა მერე კი. მერე მოვიდა და თადარიგის ყავდა გორგიაშვილი ყავდა რა ვიცი, საკმაოდ კაი გუნდი იყო და არა, ეს ზასტაფონე რას ამბობ ახლა. მეკარები, ასხვალძე, მამალაძე, რა ვიცი. ესეთი. გია ბატონო, თქვენს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში რომელ მწვრთნელს მიუძღვის ეს ახლა ისეთ კითხვებს გისვამთ, რომ არ მომესმენია თქვენ. ერთი ვიცი რომ ბოსკამპმა იმოქმედა თქვენზე, ხო, რაღაც იქ ჰოლანდიაში დადიოდით იმაზე, რა ქვია. საერთოდ ბოსკამპზე ცოტა ვცლათ რომ ვთქვათ, აი მაყურებელმაც რო იცოდეს. და ბოსკამპამდე ვინ გიბიძგათ, ასე ვთქვათ, საფრთხილად. ნუ ახლა დიდ ფეხბურთს თუ ავიღებთ, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ცოტა ალბათ ყველა მწვრთნელისგან მაქვს რაღაცა მიღებული. ახლა მე მაგალითისთვის ვიტყვი, რომ თბილისის დინამოში დათო ყიფიანმა დამიძახა და უდიდესი როლი კიდევ ნოდარ აკობიამ ითამაშა, მართლაც რა ვიცი. იმიტომ რომ ნოდარისთან ერთად ნაკრებშიც ვიყავით 14 წლამდე ნაკრებში. ჯერ ის პერიოდი და რეკომენდაცია ფაქტიურად მისი იყო დათოსთან და უკვე მომიწია როგორც თანაშემწე ერთ-ერთი დინამოში და დათოს საოცრად მადლიერი ვარ მე იმ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მომცა. ხო, 95-16 ხო, მაგ დროს ბავშვთა ფეხბურთიდან მოვედი. ბურთასხურცილავა იყო ერთი პერიოდი და მასთანაც მომიწია. ბილბაო. ხო, კი, ბილბაოს ატლეტის როკინამ გამოვაგდეთ. ეგეც ისეთ ძალიან. ეგ იქნებოდა სასწაული, მართლა სასწაული. მაგარი თამაში იყო ძალიან და საოცრად მახსოვს. გული დაგვსდა ნამდვილად. ნაკრებშიც მომიწია დათოსთან ერთად და იქ რეზოც იყო ძოძოაშვილი და ვთქვათ, ყველას თავისი ჰქონდა რაღაცა, რაც მე მაგალითად მივიღე და ბოსკამპის წვლილიც არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა სამხრივად რო ხედავ ფეხბურთს, აი ესე ვიყავით მაინც და სულ ცოტა სოფხედველობა გამიშალა, ასე ვთქვათ, საფეხბურთო და ძალიან მადლიერი ვარ ახლა მაგ ადამიანის და ალბათ რომ მომიწია. რა ქნა ბოსკამპმა ისეთი რომ აი მართლა ეს ხო, აი ცოტა ერთი მაგალითი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ცოტა სიახლეები გვიჭირს რაღაცეები და ახლა მაგალითისთვის უკვე დიდი ხნის გადასულები იყვნენ ლიბეროს გარეშე. ევროპაში, ხო და იქიდან რომ შემოვიდა, მე მახსოვს სერიოზული კამათი, როგორ შეიძლება რომ ლიბეროს გარეშე ითამაშოთ. თან კამათი თუ საერთოდ. ახლა ხო ქონდა მწვრთნელებთან შეხვედრები, უამრავი მწვრთნელი ხან ვარჯიშზე მოდიოდნენ, ხან ისა და ნუ ეს თემა წამოვიდა და უკვე ლიბეროს გარეშე. თუმცა მე ერთ რამესაც ვიტყვი, რომ იგივე ნოდარ ახალკაცის დინამოც ლიბეროს გარეშე თამაშობდა. კი ბატონო. აი 91 წლის დინამო. ფინჩაგაშვილი ჩივაძე შუაში ხაზზე იყო. ხო და ხაზზე თამაშობდნენ კი და უკვე მაშინ იყო, მაგრამ მაინც რაღაც სიახლესავით მე სულ ლიბერო და უკვე რომ ავწიეთ დავინახეთ თუ რამხელა პლუსი ქონდა რომ ერთ კარს ზედმეც უკვე ფაქტობრივად კაცნაკურვილი თამაშებოდი უკვე ევროპაში რო გადიოდი და ხო და ნუ ეს იყო ერთ-ერთი აი ესეთი საგრძნობლად რამაც აი შედეგი რატო ვერ ქონდა ეგ არის საინტერესო აი რა ვერ აუღეს ალღო ხო მე
რა არის იცით ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ძალიან ბევრი საკითხთან დაკავშირებით ახლა ესე ვერ გავურცოთ და მე შედეგზეც აისახა და მე ვთვლი რომ კიდე რო დარჩენილიყო და ცოტა დიდხანს რო ყოფილიყო უფრო ადვილად აუღებდა ალღოს და შედეგს მოყვებოდა ამ ყველაფერს რა ვიცი არ დაცალდა და ისე საკმაოდ დაფასებული კაცია იქ. წვნელებიდან მე არ შემიძლია რო არ აღნიშნო, აი ბავშვობიდან მე საერთოდ ცნელობა დამაწყებინა ვოვა ელოშვილმა და გია ჩარკვიანმა. ვოვა ელოშვილის აცნობს მერტმა. ფშმ-ში ხო და საერთოდ ფიქრიც არ მქონდა, მაგრამ თქვენ ხო თამაშობდით ერთ პერიოდში? კი, თამაშობდი ერთ პერიოდში. ხო და ნუ ფშმ-ის გაზრდილი ვარ. და რომ გამოვედი აქტიური ფეხბურთიდან, ნუ მე საქართველოს პირველობაზე ისე ვარჯიში ნაკლებად უფრო სათამაშო დავდიოდით. ჩვენ დროს ესე იყო და რა ვიცი, ამის კმაყოფილება და მაშინ მოვიდა გია ჩარკვიანი, ჩემი ცნელი საოცრად მადლიერი ვარ მაგ ადამიანის ბავშვობიდან ვსდიდა და ძალიან ბევრი რამე მოგცა და ველიშვილი, ნუ ეს იყო რამაც მაფიქრებდი, თორე რაღაც და რა გიქრა პირდაპირ რომ ხო დავიძახეს და მოდი და დაიწყეო ჩვენთან და დამიყენეს ერთში და იქ დავიწყე პირველი აი ნაბიჯები ამ ბავშვებში სხვათა შორის თავიდან მომცეს საკმაოდ დიდი ბიჭები იყვნენ 73-იანები ძალიან ძლიერი თაობა იყო და ესე იგი ფაქტიურად მეც ახალგაზრდა ბიჭი ვიყავ 26-27 წლის 25 ხო და 73-იანებზე უფროსი ვიყავი რაღაც ერთი 8-9 წლით რა და ნუ აი ესე მოგვიწია და მე 35-ში იქ კიდევ არაერთი ასე ვთქვათ ადამიანი ვინც მომეხმარა ცდილობაში და ბევრი ისეთი ადამიანი და ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი აი ჩემს ასე ვთქვათ რაღაც ცოტას იქიდან აქედან ვიყევდი და მე ისე მომიწია მე მაისი და ვაკე 91 იყო ესეთი უკვე იქ გავაგზავნე ეგ მაგარი გუნდები მაგ 80-იანებთან თქვენ მუშაობდით აი 80 ბურდული და ეგ თო მან იყო ჯაკობია ბატონო ფარქოსაძე ძალიან თო ფარქოსაძე გოგა ნუ რა ვიცი ეგ არის ძალიან ესე ხო რა ქვია ყველაზე გაცრუებული იმედი ეს გოგა ფარქოსაძე არა საოცარი იმედი ქონდა გერმანიაში წავიდა და წავიდა ძალიან კაი თაობა იყო და უკვე მე აქედან მომიწია დინამოში ასატორ გუკასიანი ყველაზე მეტი ვისი გადაიღეთ რომელი მწვრთნელისგან დათოყიფიანი თქვენი გავთ ხო დათოყიფიანი და უცხოელი ალბათ ბოსკამპი რა ეს ყველაზე მეტი ვინც ბატონო თუ არის აი თქვენ სამწვრთნელო ცხოვრება ალბათ იქნება მაგრამ ერთი რო გამოარჩიოთ ან ორი გადაწყვეტილება რომელსაც აი შემდეგ დიდხანს ნანობდით და შეიძლება ეხლაც ნანობთ აი რაღაცა უშუალო თამაშის დროს ესე არ მექნა და რაღაც გინდ შეცვლა გინდ თავიდანვე დაყენება სხვათა შორის მე არ მახასიათებს ესეთი რაღაცა აი თქვა გადაწყვეტილება მიმიღია მოყოლია რაღაცა მაგრამ ამის განცდა რო ესე იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილებების ისტორიაში წუნდები უკვე მორჩება, დამთავრდება და ამდენად შეიძლება სხვაგვარად რო იცოდე რა მოყვება ხო არ გააკეთა. ხო. ნუ იყო მაგალითად ერთი შეიძლება ესე ითქვას ჩვენ თაზე, მაშინ ზესტაფონი ქონდა ვიჯორჯია დამარცხებული ყავდა 3-0 და გორში მიგვიღო მაშინ ვიჯორჯიამ თაზე ჩავთვალე რომ მოგებული ქონდა იმიტომ რომ ნახევარი ფეხბურთელების შემადგენლობის დავასვენეთ და შეძლო 4-0 წავაგეთ. ხო. მე რო არ მახსოვს
და თასიდან გამოგვაგდო და ვიჯორჯია. მეორე იმით ეთამაშეთ, მეორე თამაში. ხო, ორი თამაშიო, სახლი გასვლა ხო, რა, თასი 13-0-ს მერე დაასვენეს. ხო, 13-0 მოგებული ქონდა და ნუ ძირითადი ძალიან დიდი ნაწილი ფეხბურთელების დავასვენ, ჩავთვალე რომ მოგებული, ეხლა რა უნდა მოხდეს თქო და საოთხით მალე წავაგეთ. აი რაღაც. ხო, რაღაცა მეც ვერ ვიცოდი. საკმაოდ საეჭვო ვინ ჯორჯიაში ვინ იყო თუ გახსოვთ? ან კოჭლაშვილი იქნებოდა, ან ბერიძე იქნებოდა. კოჭლაშვილი იყო, მე მგონი. ხო, ან ერთი იქნებოდა, ან და აი პირიქით, აი თქვენი მოგებული თამაში რითაც ამაყობდით, აი თქმა უნდა იქნებოდა ეგეთები ბევრი. ხო, აი რაღაცა უცებ გადაწყვეტილი. ჩემი მოგებული თამაში, ხო, მე არ მახსოვს. ო. მართლა თავდაბლობა ახლა. არა, აი გუნდმა თამაშს იგებს გუნდი, ფეხბურთელი იგებს იმას, იყო რა თქმა უნდა გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ძალიან მართებული და სწორი და არც ამას არ მოუტანია შედეგი, მაგრამ იყო და ამიტომ უფრო გუნდის აქ არ არის ერთი კაცის დამსახურება, რომ რა ვიცი, ხა თავდაბლობის გამო არ ვამბობ, მაგას მართლა ეგრე მწამს, რომ ალბათ გუნდი ამიტომ გუნდი რო და ფეხბურთში განსაკუთრებით, რა ვიცი. ბატონო გია, დღეს არის ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე, 25 წლის გახდა და ძალიან საინტერესოა თქვენ მართლა ნამუშევარი გაქვთ და აი ხვიჩა რო დაგვიხასიათოთ რაღაც მეულოცოთ ხვიჩას, რა ვიცი, ახალი რა, მაგრამ მაინც ხნელის თვალიდან. არის საოცრად ყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩასთან რაღაც მოკლე პერიოდი, მაგრამ მაინც მომეწია, იმიტომ რომ როგორც პიროვნება, ну როგორც ფეხბურთელი ყველა ხედავთ, მაგრამ როგორც პიროვნება კიდე დამატებით ალბათ ერთი სიამოვნება იყო მაგ ბიჭთან ურთიერთობა და მუშაობა. და ძალიან ბედნიერი ვარ მაგით, რომ ხვიჩა და მინდა უსურო რომ გვახარებს. აი, თუნდაც გუშინ წინის წინ ხო ქონდა თამაში და გამოვიდა ტრავმის შემდეგ გამოვიდა საოცარი გოლი გაიტანა და რა ვიცი ბედნიერი ვარ რომ გვახარებს და დიდხანს უსურებ რომ გაგვახაროს ქართული გულშემატკივარი თვითონაც ისიამოვნოს და ძალიან სიამოვნებს ვიცი რომ პროცესი მთლიანად არა მხოლოდ თამაში ფეხბურთს ვარჯიშიც უყვარს ძალიან და მინდა რომ წარმატებით აი ბათუმში მაინც ამხელა უკვე სახელიანი იყო და მის ჩამოსვლაც 25000 კაცი მოვიდა დინამოს სტადიონზე, მაშინ რა ხდებოდა და ავსებდა. ხო და ახლა სტადიონებს ავსებდა. ოდნავადაც არ შეგიმჩნევია, რომ აი რა არ შეგიმჩნევიათ, რომ ოდნა აი რაღაცა ცოტა ამ ფეხს უფრთხილდებოდა ესეთი რამე. არა, აბსოლუტურად. პირიქით. აი მე მქონდა ჩვენ ახლა რამოდენიმე ისეთი თამაში მქონდა, არ იყო მთლად კაი გაზონი სათამაშოდ და თქვათ რომ ვიცოდი უკვე მალე ორ კვირაში წასასვლელი იყო და მე თვითონ ვიფიქრე ავარიდებ და არ ვათამაშებ თქო და ნუ რო ველაპარაკე, რას ლაპარაკო. მაგაზეო, რას კი არ ვითამაშებო კი არა. ხო და გამოვიდა, ითამაშა, გოლი შეაგდო, მოგვაგებინა და რა ვიცი, ძალიან სხვანაირი ბიჭია და არასოდეს ეს იმიტომ ვამბობ, რომ ეხა შეიძლება სხვა მის მაგივრად რო ყოფილიყო, შეიძლება ბატონო ესე აჯობებს და ყოფილა ეგეთი რამდენი პრეცედენტი ყოფილა. ბატონო. კი ბატონო, იცი რა უნდა გითხოთ, ეხა სიტყვა მოიტანა. კვარამ გაიტანა, ეხა შაბათს გაიტანა, ხო? თუ სწორად მახსოვს ეს ბოლო გოლი, მაგარი გოლი. მეორე დღეს გაიტანა ჟორჟმა. ჟორჟ. ნახეთ, ხო? ბატონო. ესპანიელთან. ეს ორი დღეა ბიჭები უკამათობთ, რომ ეს გოლი უფრო მაგარი იყო თუ ის გოლი უფრო მაგარი იყო და თქვენი გამოვნებით რომელი უფრო ჟორჟის თუ კვარასი? ხო, აი ახლა ეს ბოლო ორი გოლი. ორი მაგარი, ჯერ მაუიც, ჯერ ნუ კვარას გოლზე ვთქვათ. ხოდუ საიდან ხო, ძალიან სხვანაირი ტრაექტორი და თულად უცებ ისე დადგე, სწორად დაიჭირო ტანი კორპუსი, ფეხი საჭირო მომენტში, ნუ ყველაფერი
შესრულება იდეალური იყო. ზუსტად იქ სადაც უნდა ხო და ჟორჟიც აქედან წამხვეული ხო აი ამ დონეზე რა ვიცი მაგარი გოლია ორივე ხა მე ერთი რამე რაც მიხარია რომ მოდიან ეს ბიჭები აგდებენ თამაშობენ და სიამოვნებს ყველას და რა ვიცი ალბათ სახასიათო გოლები იყო. ის სუფთა თავდამსხმელური გოლი იყო მიკა უტაძის, ეს ცოტა უფრო გარემარბული გოლი. მაგრამ რა უნდა გაიტანოს ეგეთი იყო. ის ჩასაფრება და თან მაგრამ ორივე ნუ შესრულებით, ორივე ერთმანეთზე. არა, შესრულება ორივე ძალიან რთული. გიდა ბატონო, ეხლა წეგამს საუბრობდით იქეთ ქოჩორაშვილი ვახსენეთ. ქოჩორაშვილს აგერ მამარდაშვილს დავამატებთ. ორი ესეთი ძირითადი ეს ხო ნაკრებს გულისხმობ ნაკრებს ფეხბურთელი და გითხარით რა თქვენი აზრი აი ამათი უთამაშებლობა ეხლა ერთი მეტალე და ეს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქოჩორაშვილი უთამაშებელია ფაქტობრივად ამდენი ხანია და ეხლა ბოლოს მე მგონი განაცხადში არისო ხო ეხლა პორტუსთან თამაშზე ნუ არა ძალიან ცუდია რა თქმა უნდა იქ მე ხა არ ვიცი მიზეზები თუ რატომ ეს უარი განათხოვებაზე ხა კი მესმის ერთისპრივ ხო ძალიან სახელოვან კლუბებში არიან ხა ლივერპული რადღირს და სპორტინგი კიდე მარტო პორტუგალიაში კი არა მთელ ხო და რა ვიცი ფიქრობ რომ საჭიროა მაგათთვის სათამაშო პრაქტიკა რო კონდეთ და ვისურვებდი რომ სადაც არიან იქ მიეცეთ, მაგრამ თუ არ გეძლევა, ჩემი აზრით იქ ჯობია რომ ახლა შანსი ელოდება ვითო ამდენი ხანი რა ხო არ ვიცი, აი მე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მიზეზი არ ვიცი რა ხდება და როგორ არის. ხო, არა, ძნელია. რაღაცა რომ ერთი კი არის რომ იქ როგორც დაიწერა თვითონ ესპანურ პრესაში ამათ კი უნდათ, მაგრამ ესპანურ გუნდებს იმდენად უჭირთ ფინანსურად, რომ აი დაბალ ძალიან კრიზისი აქვს რა, აი 7-8 გუნდს თუ არ ჩათვლი, მილიონზე, 3 მილიონზე მეც ვერ იხდიან ლამის უკვე და PSV-ს დუბლებიდან მოყავთ ფეხბურთელი და აგე ალავესის ფეხბურთელი ლიდერი წაართვეს ჩემპიონშიპის გუნდმა წაართვა რა, ბირმინგემში გადავიდა ალავესის ბომბარდირი, აი როგორი ის არის რა, ნონსენსი. და ალბათ მაქედან უნდა ვივარაუდოთ რომ ლევანტეს და სელტას კი უნდათ, მაგრამ ვერ შეწუდნენ რა. შეიძლება ეს გადაცემა ახლა 9 საათზე გადის ეთერში. 3 საათით ადრე იყო წილის 9 ერქალიგის. ნუ არ ვიცით შედეგები. გითხარი ორი სიტყვით გია ბატონო და დავამთავროთ რას ველოდებით ნაკრებისგან. არა, ნაკრებისგან. არ ვიცი, მე ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აი კრიტიკა შეიძლება სამართლიანიც იყო ბოლო პერიოდში, წამს დამჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან დადებითი შედეგის დადება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება, ვისვებით. ხო, ნუ რა თქმა უნდა თუ გაგვიმართლებს ველმა უკვე იცის შედეგები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ხო, ნუ ეს ერთალიკა და მე ეს პრამაც უნდა გაგვიმართლებს. თუ გაგვიმართლა, ეგეც არა ისე ჩახლართეს ახლა ისა რომ რა ვიცი, იმედიანად ვარ. თაობა მოდეს აი ამ თაობის ეხლა ამბობენ რომ ეს კონკურენცია გაიზარდა, გავზარდეთო ეს ხელოვნურადო ნაკრებშიო და აი ეს შედეგიც ამ კონკურენციის გამოძახილიაო და არის კიდე რესურსი ამ თქვენი დაკვირვებით ეროვნულ ჩემპიონატში რომ აი ამ ნაკრებში ინტეგრირება მოხდეს ამ ფეხბურთელების ახალი ფეხბურთელები. რა ვიცი, რთული სათქმელია, მაგრამ პრაქტიკულად არის პოზიციები, რომელიც სამ გჭირდება რომ წამოვიდნენ ფეხბურთელები და ფეხბურთელები უკვე საკმაოდ ძლიერები და არა ისე რომ თუნდაც დაცვის ხარში ჩვენ მარჯვენა მცველი ცენტრალური ხო რა ვიცი ახლა აი არა იმ კაკაბაძემ როდემდე უნდა ითამაშოს ხო კაკაბაძე ერთი არის მაგრამ ეხლა ტრავმირებული იყო და არ დაიწყო უკვე თუ იცით დაიწყო მაგრამ შემდეგ როგორც ვიცი ისევ რაღაც პრობლემები ქონდა მაგრამ ძიმე ტრავმა არა
თამაშებს. ჩვენ მე მგონი ძალიან აი დაცვის ცენტრზე თქვენი აზრი მაინტერესებს. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მე სუმუდმივი კამათია 3 მცველით თამაშობ თუ 4 მცველით, ეხლა თუ 3-ით გამოვდივართ ხო გარკვეულწილად სამი აღარო თქვა იმ კაცმა, აღარ გვინდა ვასა. ხო, არა, მე არ მგონია რომ ესე ხელაღებით უარი თქვან და ამდამად თურქეთთან მოინდომა ესა ყველაზე პრინციპული თამაში და გადამწყვეტი რო იყო. ხო, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, ეგეც რაღაც გადავიდა, ხო, გლიჩიძე. და ჰოუთორფორში, ხო, ალბათ სულ იქნება ეხლა ალბათ სათამაშო პრაქტიკა და უკვე ერთი საზრნოვი არ ვიცით რა ხდება. საზრნოვი არ ვიცი. სრულიად გაურკვეველი სიტუაცია. ან ტორინო რატო აკეთებს ამას? ვითომ რაღაცა უკვე ჩადგა და უნდა დაეწყო და ამ დროს არ ჩანს და ეგ წყდება გულე მაგვიცი. ნუ ერთ-ერთი იდეაში როცა კაშია დაამთავრებდა ან რაღაც ნაკრებიდან წავიდა ერთ-ერთი ეგ განიხილებოდა ალბათ ვინც შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია ვერ ნუ ეს პოზიციები ცოტა ხვადაგიანეს მეიმედება მე კიდე. ნარიმანიძე ხო, თუმცა მუდმივად თამაშობს და ძალიან კაია ნარიმანიძე თავის გუნდში და რა ვიცი, ნელა მოდის ყალიბდება და მე იმედი მაქვს რომ შემოვა. აი ამას დაუცადოთ როგორ ითამაშებს ლაცაბიძე დანიის გუნდში, დანიის ჩემპიონატი ის არ არის. ხო, ძალიან დაბალი და. ესე იგი, ბატონო, ამ ერთი თვის შემყავდა ნარიმანიძე სტუმრად. სკოლა ოქროს მედალს დავამთავრე. არ ვიცი. ხო, აი წარმოიდგინე და ეს ინტელექტი ხო გეხმარება აი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრშება. ეხლა საფეხბურთო ინტელექტი რა თქმა უნდა სხვა არის და საერთოდ. ხო, მაგრამ მე ძალიან ბევრის მომცემია და კიტეიშვილიც არის. ხო, კიტეიშვილიც არის. და როგორი ამ ნარიმანიძესგან რო არ ვიცოდე და რო გავიგე ძალიან ესაა. ძალიან კაი. კიტეიშვილი თქვენ დროსაც როცა ნაკრებში იყავით, კაპიტანი იყო ხო მაგ პერიოდში? თქვენ დანიშნეთ. ნუ იქამდე კახავდა მე თქვენ. ერთი ორი სიტყვით ბიგზებს გითხარი, თქვენს გზას აგრძელებს და რა ეტაპზეა რა ხდება? ხო, ჯერჯერობით სათადარიგო და სკამზე ვზივართ მე, ჩემი ბიჭი, ხო, მოლოდინში რაღაცა იქნება. ალბათ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ნიჭიერი მწვრთნელი ყალიბდება, მოდის და ძალიან მომწონს მისი აზრები, საფეხბურთო აზრები და განხორციელება გზები, როგორ ხდება ეს სამუშაო პროცესი და ძალიან მეიმედება რომ ძალიან მალე თავის სიტყვას იტყვის. როგორც მწვრთნელი. აუთ კამათი ხოლმე სახში. სხვათა შორის კამათი არ ვარქოდი, მაგრამ პოლემიკა იმართება რა რაღაც თემების გარშემო ირგვლივ და ხო, ძალიან გონიერი და ესეთი ჩამოყალიბება. ძალიან მაინტერესებს თქვენი მეუღლის მდგომარეობა, ეხლა სახში ესეთი საფეხბურთო ოჯახი და ეს ჩვენ რო ვიწყებთ, ჩემი მეუღლე გადის ხოლმე. ესე იგი, ორი ბიჭიც თამაშობს კიდე. ხო, საბადარი და რა ვიცი. წერა თქვენ თქვით რომ 26 წლისამ დავიწყეო მწვრთნელობაო და თქვენი შვილი მე მახსოვს, რა ვიცი, 18 ან 19 წლის იქნებოდა საბურთალოზე აქ პენდელაზე რო ავარჯიშებდა ბავშვებს. ხო, ესა იყო. ეგრე იყო ნამდვილად და საკმაოდ დაუგროვდა უკვე გამოცდილება ბავშვებს იმუშაობდა, მე ერთი წელი მე მყავდა ბათუმში. როგორც დამხმარე მწვრთნელი, მე დამოუკიდებლად მოუწია უკვე მუშაობა და თავის დროზე მწვრთნელთა განათლების აქტიური ის იყო ჩართული ვასკა მაისურაძესთან იქ და ესე მოდის. ამ თამაშემწაზე გამახსენდა ახლა რას მივაქცე ყურადღება, ახლა თქვენ რომ უნდა თქვენი სტუმრობა რო გადაწყდა, აი მაშინ ვიფიქრე და ამომეტივდა და ახლა გამახსენდა, მოვიწყო და საქართველოში არის ესეთი პრეცედენტი, შენ გახსოვს, მწვრთნელი თავის თამაშემწით რო დადიოდეს გუნდი და გუნდში 20 წელი. 20 არ ვიცი, მაგრამ ნუ ვიცი, საკმაოდ დიდხანს დადიან ასე. აგერ გია ბატონი
ჯანელიძესთან ერთად. სადაც მიდის თქვენი მარჯვენა ხელია, ხო? კი. დათო ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ერთგული ადამიანია და ყოველთვის ძალიან ასე ვთქვათ, კაი რჩევებს იძლევა და საოცრად საჭირო კადრია, ესე ვთქვათ, ჩემს იმაში. არა, მე ქართულ ფეხბურთში არ მახსენდება ეგეთი, რომ წვნელი ესე მიდიოდა. კეცბაია და ჭედია. კეცბაია. ხო, ეგ ახლა კეცბაიას არ უმუშავია. ხო, არა, კაი საინტერესოა. აი, მიქაძე და ორბელაძე ვიცი. სადაც მიდიან მიქაძე, ორბელაძე და ჯანელიძე უთხრათ მაყურებელს, საკმაოდ ისეთი კარგი მეკარე იყო, 30 წლამდე ნაკრებში თამაშობდა, პირველ ოფიციალურ თამაშიც აქ ნათამაში მოლდოვასთან. დავით ჯანელიძე. ია ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ და მალე კარგ სამსახურს და ბევრ ჩემპიონობას კიდე. მადლობა დიდი თქვენ მოწვევისთვის. აი საუბარი შედგა მე ვფიქრობ ვიცი კაი. ну იმედია ეროვნული ჩემპიონატით ცოტა უფრო გახდება რიხით ვისაუბრებთ იმედი ვქონიოთ. ყოველ შემთხვევაში გჭირდება და გვინდა ესე იყოს. სურვილი გვაქვს.